მშვიდობისა უყურებთ ქრონიკას 11 საათზე მე ხადია ქვათაძე ვარ. სამართალდამცველებმა ზვიად კუპრავა დააგავეს. ხანძარს თბილისში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ტეხასის შტატში სატვირთო ლაინერი ჩამოვარდა. გაგანიძე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს მსხვერპლი მოხვა. დამწვარი ელექტროსადენები, ჩამსხვრეულია მინები. ადგილზე ექსპერტები მუშაობენ, სამართალდამცველები კი მოსახლეობას კითხავენ. რა ვითარება ახლა გაგანიძე იმ კორპუსთან, სადაც ეს ხანძარი გაჩნდა და შემთხვევა მოხდა? მანანა გაბელია გვერდება პირდაპირ ეთერში და უფრო მეც გვეტყვის. გისმენთ მანანა. ხატი ადგილზე ამ წუთებში მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები. ხანძარი გაგარინის 5 ნომერში გამთენიისას დაახლოებით 6-ის ნახევარზე გაჩნდა. დამწვარი 8 სართულიანი კორპუსის მესამე სართულზე განთავსებული საცხოვრებელი ბინა 60 კვადრატი და დაღუპულია ერთი ქალი. გავრცელებული ინფორმაციით ის იყო 52 წლის ირანის მოქალაქე, როგორც მეზობლები ყვებიან, ის ცხოვრობდა კორპუსის მე-7 სართულზე და ძლიერი დაკვამლიანებისას, როდესაც ცდილობდა სადარბაზოდან გამოსვლა, მან ვერ მოახერხა და სავარაუდოდ ეს გახდა მისი დაღუპვის მიზეზი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ძლიერი დაკვამლიანება 6 საათისთვის შენიშნეს, რთული იყო კორპუსიდან გამოსვლა, ისინი ასევე ვერ ახერხებდნენ აივნებიდან გამოღწევას, თუმცა ევაკუაცია მოხერხდა. 5 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა ადგილზე. ამ დროისთვის ექსპერტ კრიმინალისტები აგრძელებენ მუშაობას, ცხედარი კი პროდუქტურაში რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს. საათი იყო დაახლოებით ცეცხლი, როდესაც ხანძარი გაჩნდა და მაგ პერიოდში გავიღვიძეთ და ძალიან ძლიერი დაკვამლიანება იყო, როგორც სადარბაზოშიც ვერ გავედით, ვერც აივნიდანაც ამოდიოდა და ეგრევე დავრეკე 112-ზე სამაშველო სამსახურის, სადღაც მალევე მოვიდა რა, 10-5 წუთში უკვე მოსულები უნდა მუშაობდნენ, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო, ალბათ რომ ჩამოსვლაც სჭირდა. დაშავებული არ ვიცი, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ძალიან არეული სიტუაცია იყო. სასწრაფოები და ისინი კი იყვნენ მობილიზებული, მაგრამ ან ვინმე დაშავდა თუ არა, ინფორმაცია არ აქვს. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 198 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ქონების დაზიანებას და სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გმადლობთ, მანანა გაბელია იყო. ზვიად კუპრავა დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით სამართალდამცველთა ლიგის ხელმძღვანელი სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით დააპატიმრეს. ლევან ფოჩხუ არგოს დეტალებს და პირდაპირ ეთერში გვერდება. გისმენთ ლევან. ხატია ნაციონალური მოძრაობის ოფისში ზვიად კუპრავას დაკავებასთან დაკავშირებით დაახლოებით 1 საათში გაიმართება ბრიფინგი, სადაც სწორედ დაკავების დეტალებზე ისაუბრებენ, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ ჩვენ საშუალება გვქონდა გადაგვეღო ის ოთახი, საიდანაც მოხდა ზვიად კუპრავას აყვანა. ეს გახლავთ სწორედ ჭავჭავაძეზე მდებარე ნაციონალური მოძრაობის ოფისი და როგორც ამ ოფისის წარმომადგენლები აცხადებენ, სამართალდამცველები აქ დაახლოებით 8 საათისთვის გამოჩნდნენ. 20 წუთი როცა შემოცვიდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, როგორც ფორმიანები, ისე სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები, ისინი შეიარაღებულები იყვნენ, უნდა აღნიშნო აუცილებლად დუბინკებით, ეგრეთ წოდებული დუბინკებით. მე ამ დროს ტელეფონით ვიღებდი ყველაფერს, რის გამოც მე რამოდენიმეჯერ ხელით შემეხნენ, მიშლიდნენ გადაღებას, შემოცვიდნენ და არანაირი, აბსოლუტურად არანაირი მათ სამართალდამცავების არაფერი არ ეტყობოდა. დღეს ზვიად კუპრავა არის ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი. დაზიანებები მაგ როცა ლაივს ვიღებდი, ერთ-ერთი იყო ფორმიანი, ზუსტად არც სახელი ვიცი, არც გვარი ვიცი, მან ჩამარტყა და მეორე როცა გაყავდა ზვიად კუპრავა და ამის გადაღებას ვცდილობდი, იმიტომ რომ დუბინკას ურტყავდნენ და ისე გაყავდათ, მაშინ მკრა ზუსტად სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა ადამიანმა ყელში წამიჭირა და გადამაგდო. ზვიად კუპრავას დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ამ განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისის მომხდარ შემთხვევას, როდესაც ზვიად კუპრავამ შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, მას შეფარდებული ჰქონდა გირავ, თუმცა მოგვიანებით გირავის პირობების დარღვევის გამო მას უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა სწორედ პატიმრობის სახით.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლო შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366 მუხლით, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში მისი გამოცხადება. სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. გირაოს პირობების დარღვევის, ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არ გამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების გამო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობით. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს სხდომა ჩატარდა ზვიად კუპრავას გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა თავი აარიდა მართლმსაჯულებასაც. 2019 წლის 24 თებერვალს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელდა ზვიად კუპრავას დაკავება. დაკავების პროცესი აღბეჭდილია პოლიციის სამხრე კამერებზე. როგორც უკვე ამ განცხადებიდანაც მოისმინეთ, სასამართლო პროცესი გაიმართა 21 თებერვალს და ისე რომ ზვიად კუპრავა ამ სასამართლო პროცესს არ დასწრებია და მისი დაკავება მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისში დღეს დილით 8 საათისთვის მოხდა. გმადლობ ლევან ფოჩხუას საუბრობდა პირდაპირ ეთერში. იერაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე 2 ადამიანია დაკავებული. სამართალდამცველებმა ერთ-ერთის ბინის ჩხრეკისას უსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იერაღი, მეორეს კი პირადი ჩხრეკისას პისტოლეტი ამოუღეს. დანაშაულს ორივე აღიარებს და მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გედევან ფოფხაძემ მმართველი პარტია დატოვა. ქართული ოცნების პრეს-სამსახურის ინფორმაციით ეკაბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი ასევე პარტიაში აღარ ირიცხებიან. დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა ამ სამის გარდა ბექა ნაცვლიშვილიც, თუმცა მისი გადაწყვეტილება სხვა კანონპროექტის ჩავარდნას მოჰყვა. საკანონმდებლო ორგანომ არც დაგროვებითი პენსიის შესახებ ნაცვლიშვილის ალტერნატიული ვერსია არ გაიზიარა. როგორ უნდა აირჩიოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები? მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის დეტალების შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შაბათის ქრონიკაში ისაუბრა. მისი თქმით, კონკურსში მონაწილეობის საშუალება არა მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებს, სისტემის გარეთ მოღვაწე იურისტებსაც მიეცემათ. კანდიდატურებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამჭვირვალედ შეარჩევენ და ეს პროცესი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. განხილვის შემდეგ პარლამენტში იმ სტანდარტით გაგრძელდება, როგორც ეს ამერიკის კონგრესში ხდება. ჩვენთვის არის გულდასაწყვეტი, რა თქმა უნდა, რომ ეს ადამიანები გავიდნენ უმრავლესობიდან, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენთან ერთად უფრო მეტი სანერვიულო გაუჩნდა ოპოზიციასაც, იმიტომ რომ თუნდაც ეკაბესელი არის ძლიერი ქალი პოლიტიკოსი და მისი გადასვლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ის რა თქმა უნდა გარკვეულწილად ოპოზიციასაც წაართმევს სიტყვას, დროს. ახალი დეტალები 9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეში. გამოძიებამ სასამართლოს სხდომამდე 2 დღით ადრე ექსპერტიზის ახალი დასკვნა მიიღო, რომელიც ბევრ კითხვას სცემს პასუხს. რატომ აღმოჩნდა ჩაქუჩზე სისხლის კვალი და რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას? კადრები ციხიდან, სადაც იაგო ნებიერიძის პროცესი შედგა და ის, რაც მოწმემ იმედის კვირას უამბო დღეს საღამოს ირაკლი ჩიხლაძის საავტორო გადაცემაში. დატირება შორიდან. იმედის კვირის რეპორტაჟს ასევე დღეს საღამოს ნახავთ იმ ადგილიდან, სადაც ოჯახის წევრებს უკანასკნელ გზაზე უკვე 26 წელია ვეღარ აცილებენ. ენგურს გამოღმა დარჩენილი ჭირისუფალი დღეს საღამოს 21 საათზე იმედის ეთერში. სამშენებლო ბიზნესი, ტექნიკის მაღაზიები და ფინანსური ინსტიტუტები საბანკო რეგულაციების გადახედვის შესახებ საუბრობენ. 1 იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა, რომელიც ფიზიკური პირებისათვის დაკრედიტების სრულიად ახალ წესებს ითვალისწინებს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების გაცემა, ასევე განვადებების სერვისით სარგებლობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა. შედეგად, როგორც მოქალაქეები, ისე კერძო კომპანიები დაზარალდნენ, რომელთა გაყიდვებიც ქვეყნის მასშტაბით განახევრებულია. ჭარბვალიანობასთან ბრძოლის საპირისპირო შედეგის შესახებ საუბრებს დღეს იმედის კვირა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით საქართველოს უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას ვენესუელელი ხალხისათვის საერთაშორისო დახმარების მიწოდების კუთხით და სოლიდარობას უცხადებს ვენესუელის დროებით პრეზიდენტ ხუან გვაიდოსა და ვენესუელელ ხალხს. მამუკა ბახტაძე ტვიტერში წერს, რომ საქართველოს აფასებს და მხარს უჭერს ვენესუელელი ხალხის სიმამაცეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლაში. ახლა უცხოეთის სიახლეების შესახებ ვისაუბრებთ. ტეხასის შტატში სატვირთო ლაინერი ჩამოვარდა. ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. ბორტზე 3 ადამიანი იმყოფებოდა. სამართალდამცველთა განცხადებით თვითმფრინავი რადარებიდან იმ დროს გაქრა, როდესაც ჰიუსტონის საერთაშორისო აეროპორტიდან სამხრეთ აღმოსავლეთით 30 მილის მოშორებით იმყოფებოდა. ღაზის სექტორში ებრაელ სამხედროებსა და პალესტინელებს შორის მორიგ დაპირისპირებას მოზარდი ემსხვერპლა. სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებისას 40 ადამიანი დაშავდა. ისრაელის მთავრობაში აცხადებენ, რომ პალესტინელების აქციები ისლამისტური დაჯგუფება ჰამასის ორგანიზებულია. ნიკოლას მადურომ მეზობელ კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კოლუმბიელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 24 საათიანი ვადა მისცა. ცოტა ხნით ადრე მადუროს მხარდამჭერმა სამხედროებმა კოლუმბიასთან დამაკავშირებელი 3 ხიდი გადაკეტეს. მადუროს ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში ვენესუელისა და კოლუმბიის საზღვარზე არეულობა დაიწყო. მადუროს მხარდამჭერმა ვენესუელის ჯარმა კოლუმბიის საზღვართან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქტივისტებმა კოლუმბიაში გადასასვლელად საზღვრის გარღვევას სცადეს. პარიზში მოძრაობა ყვითელი ჟილეტების მორიგი აქცია შედგა. მიტინგი მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. არიან დაშავებულებიც. ეს მოძრაობა ყვითელი ჟილეტების რიგით მე-19 აქციაა. მასშტაბური მიტინგები პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში გასული წლის ნოემბერში დაიწყო. აქტივისტები ემანუელ მაკრონის მთავრობის სოციალურ პოლიტიკას აპროტესტებენ და საწვავზე გადასახადების გაზრდას ეწინააღმდეგებიან. ბრექსიტთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში შესაძლოა მორიგი რეფერენდუმი ჩატარდეს. შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატები ამზადებენ. დოკუმენტს კანონმდებლები პარლამენტს მომავალ კვირას წარუდგენენ. ბრექსიტთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის წარდგენა ბრიტანელ კანონმდებლებს 27 თებერვლამდე შეუძლიათ. იტალიაში სტიქიას მსხვერპლი მოხვა. ძლიერი ქარისა და თოვლის შედეგად ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში 3 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე რეგიონში ძლიერმა ქარმა ნგრევაც გამოიწვია. ნეაპოლში კი 50,000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სინოპტიკოსების განცხადებით უამინდობა იტალიის ცენტრალურ ნაწილში კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ლოს-ანჯელესი კი წლის ყველაზე მთავარი მოვლენისთვის ოსკარის 91 ცერემონიისათვის ემზადება. 152 მეტრიანი წითელი ხალიჩა უკვე გაშალეს. ცერემონიაზე 3300 სტუმარია მიწვეული, მათ შორის მსახიობები, რეჟისორები, პროდიუსერები და სცენარისტები. წლის მოვლენას 700 ჟურნალისტი გააშუქებს. ცერემონიას მსოფლიოს 225 ქვეყანაში პირდაპირ ეთერში გადასცემენ. ორგანიზატორები სტუმრებისა და მაყურებლისათვის სხვადასხვა სიურპრიზს ამზადებენ და უკვე ცნობილია, რომ მაგალითად ცოცხლად შესრულდება საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში ნომინირებული კომპოზიციები, მათ შორის იქნება ბრედლი კუპერისა და ლეიდი გაგას პერფორმანსი. თბილისი არტ-ჰოლში სპექტაკლის ძუნწის პრემიერა გაიმართა. გიორგი ერისთავის კომედიური ჟანრის პიესა რეჟისორმა გიორგი ტატიშვილმა კიდევ ერთხელ გააცოცხლა. ის ძუნწ სომეხ მამაზე მოგვითხრობს, რომელსაც არ სურს, რომ ქარლიშვილი ღარიბ ქართველს მიათხოვოს. სპექტაკლში დამწყები მსახიობები მონაწილეობენ. კომედია მაყურებლისათვის 26 თებერვალს კიდევ ერთხელ გათამაშდება. დაგეგმილია პიესის სხვადასხვა რეგიონში, ასევე საბერძნეთში ქართველ ემიგრანტებთან ჩატანა. დღესდღეობით ქართულ თეატრში ჩემის აზრით, რა თქმა უნდა, კომედიის ნაკლებობაა და უბრალოდ შევეცადეთ ჩვენი მაყურებლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ რაღაც ღიმილი შეგვეტანა, სიხალისე შეგვეტანა. თემატურად ძალიან გავს დღევანდელ ცხოვრებას და კომედიით ისე კარგად გადმოსცა რეჟისორმა ეს ყველაფერი, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან
დაეხმარება ადამიანებს ჭირდება დღესდღეობით ცოტა რა თქმა უნდა მეტი სიხალისე. სპექტაკლმა ჩაიარა ისე როგორც მოველოდით პრინციპში. მაყურებლის რეაქცია სწორი იყო და კარგად იღებდა ჩვენს მიერ მიწოდებულ ტექსტებს, ემოციებს. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლო მატჩისათვის ემზადება. ილია ზუროსის გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში ესტონეთს უმასპინძლებს. გუნდმა საბერძნეთში მარცხით მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგა, თუმცა საერთაშორისო რეიტინგისათვის ესტონეთთან გამარჯვებას ეცდება. ესტონეთთან მატჩის წინა დღეს საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. საქართველო-ესტონეთის შეხვედრა დღეს 19 საათზე დაიწყება. მიმართა ჩვენ გულშემატკივარს, მოვიდნენ, გვერდში დაგვიდნენ და ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ მათი მხარდაჭერა გავამართლოთ. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ თამაში მოვიგოთ. ამ თამაშზე ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ. მინდა ჩემს მოთამაშეებს მივულოცო, მათ რთული მატჩი ჰქონდათ, მაგრამ კარგად ითამაშეს. რამდენიმე მნიშვნელოვანი თამაში წავაგეთ, მაგალითად საბერძნეთთან ბოლო წამებზე. დღეს დარბაზში ბევრ გულშემატკივარს ველი, რადგან მომდევნო ციკლამდე ეს ჩვენი ბოლო მატჩია. სამწუხაროდ დღეს ახალგაზრდა მოთამაშეები დაგვაკლდებიან, მათ შორის გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი არიან. რატი ანდრონიკაშვილი კი ბოლო მატჩებში მეც თამაშობს და გვეხმარება. იმედია დღესაც იგივეს გააკეთებს. გამოშვების ბოლოს ვნახოთ, რას ამზადებს იმედის კვირა საღამოს 9 საათისათვის. მე მარტოშვილი კი არ მომიკლა, სულში ჩამაპურთხა. ვაფშე ძირს დამაგო. 9 წლის გოგონას მკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები. ერთ ჩაქუჩზე აღმოჩენილი არის ბავშვის დნმ-იც და ბრალდებულის დნმ-იც. მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო პროცესი ციხეში ტარდება. ბოლო დროის ყველაზე მძიმე და გახმაურებული დანაშაულის ისტორია 9 საათზე. ადგილი, სადაც 26 წელია ოჯახის წევრებს უკანასკნელ გზაზე შორიდან აცილებენ. აქ იყო ხალხი შეგროვილი, მდინარეს მიქონდა ყვავილები. ხიდი, რომელიც რუსული აგრესიის და ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა. ძალიან ძიმე საყურებელი მძიმე იყო და ძალიან ძიმე ტრაგედია იყო ჩვენთვის. დატირება შორიდან, დღეს 9 საათზე. კომიქსებით გაცოცხლებული ვეფხისტყაოსანი. კითხველს ელოდება სანახაობა. დავით მაჭავარიანი პოემის ყველა სცენას ხელით ქმნის. შოთას პოემა, დათოს ხელი, ეს ყველაფერი ერთად დამიქსული არის შესანიშნავი. შემოქმედებითი პროცესი, დასაწყისიდან დასასრულამდე. ნახეთ დღეს 9 საათზე. ეს ყველა სიახლეს გაეცნობით ვებგვერდზე იმედი ნიუსში, შევხვდებით 14 საათზე დროებით.